გამარჯობა, მე პაატა ვარ, ეს ჩემი არხია სალახანა და დავიწყებთ. დღეს ჩვენ დავაგემოვნებთ. გავსინჯავთ პრინგლსის 8 სახეობას და გავარკვევთ რომელია მათ შორის საუკეთესო. ოლიკო, დაგენძრევა იცოდე. ნუ ეთამაშები მათ რაღაცებს. ამას ჩვენ დაგვეხმარება 4 სახის соуსი. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რა უხდება ჩიპს თუ არა ლუდი. ავიმოჩს. ორიგინალი გემო გავსინჯოთ პირველ რიგში. სალამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ. ჩემი თხოვნა იქნება გამოიწეროთ ახი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. ეს მე ძალიან მეხმარება. მადლობა. ესე ჩვენი თუნთულა ჩედარი. ოლიკო გამანებთ ხო თავი რა? გამანები თავი. ცოტა ხანი დამაცადე. ნახოთ როგორი გემო აქვს ორიგინალ Pringles ჩედარის ყელთან ერთად. ნეიტრალური, გემრიელი გემო აქვს. არაფერი განსაკუთრებული. ეხლა ნახოთ სალსას ცხარე соуზით როგორია. გამწარია ბიჭო. სუნიც კი მწარი აქვს. ძალიან ძერწია. მაგრამ მწარია ბლეად. ლობიო წიწაკით გავსინჯოთ აბა როგორი არის. არ გამისინჯია არასდროს. ჩიფსი და ლობიო ცხოვრებაში პირველად გავიგე რაღა დაგიმალოთ. შენ დაგენძრევა იცოდე. ნუ კრავი ხარ ვიდეოს გადაღების დროს. გოგო, ასე ვიზუალზე ნახდათ არ მომწონს. ამულესილი ლობიოა რა, არაფერი განსაკუთრებული. ეს მექსიკელების ტრიპაჩობა. ასე ესე თეთრი მაიონეზის მასას გავს. რაც ხახვის სუნი არის. მეტა იმიტომ ხო არა ხახვისა. ხახვის გემო აქვს. პირველ ჩიფსი გავიარეთ, ეს იყო Pringles-ის ორიგინალი გემო. ნეიტრალური, არაფრით გამორჩეული და მხოლოდ соуზები ანიჭებდნენ რაღაც ისეთ ცალკეულ გემოებს რა. ცუდი არა, კარგია ვისაც უბრალოდ ხრაშუნი და მარილიანი ჩიფსი გევასებათ. შვენიერია. ეს არის Pringles-ი პიცის არომატით. შევეცადე ისეთი გემოები მომეტანა, რაც საქართველოში არ შემოხვედრია. და საქართველოში ჩემი ყოფნის დროს 4 წელს უკან ყოველი შემთხვევისთვის Pringles-ი ითვლებოდა ფუფურების საგანად რა. თირკმელი უნდა გაგეყიდა ამის დედავატირე, ეს რო გეყიდა და გეჭამა ისეთი ძვირი ყიდა და აქ ამის ფასი ზუსტად რავი, აი მხელა შეკურის რაც არის $2.27 რა. ყველა მათგანში ზოგიერთში უფრო ნაკლებიც მაქვს გადახდილი ფასდაგლება ქონდათ. 2.27 იღებს ყველაზე ძვირი რა Walmart-ის ქსელში. სალსას ცხარე соуსი პირველ რიგში. ყველაზე ძერსკია. პირველ გასინჯვეზე მომეწონა და აშკარად ესაა ყველაზე გემრიელი. ლობიო და პიცა დავარტყათ, ეხა გავიგოთ როგორია. მოგიტყადე დისტრაკი დაიფშნა. რას გაგონებთ ეს ფერი? ბევრი მომივიდა. უკვე გამოიკვეთა ჩემი ფავორიტები. ეს არის სალსა და ჩედარი. ლობიო გასაჯმეინებელია და ეს ხახვის რაღაცაც ღმერთს არ უქნია რა მთლიანობაში რა. გადავიდეთ შემდეგ Pringles-ის არომატზე. ეს არის ჰალაპენიო და ჩედარის ყველი. გავსინჯოთ. მოდი გავსინჯოთ. ამას უფრო ეტყობა თავისი არომატი, თავისი მძაფრი გემო და რაღაცნაირად გემრიელი არის ამად გარეშეც რა. სულ ბევრი რატო მომდის ეს დედამოწყობილი. უბრალოდ მინდა რომ ყველა გემოსთან დავტესტო, თორე ამას ნახდათ აღარ შევჭამდი რა, არ მომეწონა ეს ხახვის соуსი. ყველაზე ძერს კი ჩემთვის სალსაა და ჩედარსაც არ აუშავს რა. ეს დამატებითი соуსებიც რომ არ გქონდეს, ამას უფრო შევჭამდი, იმიტომ რომ თავისი არომატი იმდენად კარგია და იმდენად გამჯდარია, რომ გინდა არ გინდა გემრიელია. ცოტა სიცხარე აქვს და ცოტა ყველის გემოს მოსდებს რა. აქედან გამომდინარე, შვენიერია. გადავიდეთ მეოთხე გემოზე. ეს არის ავოკადოს არომატით და აწერია ცხარეა. სხვათა შორის ეხლა შაბათს UFC-ის ორგანიზაციაში იყო ჩხუბი, სადაც ორმა ქართველმა დებიუტანტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან ჩოხერს მინდა რომ
წარმატება უსურვო და პირველი გამარჯვება ჩვენ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთან სომეხთან მოიპოვა პირველივე რაუნდში ძალიან დამაჯერებლად, ხოლო ოთარს კიდე უფრო მეტი შემართება და უფრო მეტი გაძლიერება და ყურების არ ჩამოყრა უსურვოთ რა. მე აქა გენაცვალებთ რა. შეიარაღებული ვარ მოსულ. ლობიო. ბიჭო. აი ამ ლობიოს რატო ტენიან ეს მექსიკელები ყველგან ვერ გავიგე რა. ბრინჯი და ლობიო. ლობიო და ხორცი, ლობიო და ბრინჯი. კარგი, თქვენ დაბოტყმებო. ჩიფსიც აშკარად ცხარე არის. არა, ძალიან კაია. ავოკადოს ჩიფსი ეს უფრო მაინც ვაკალებისთვის ექნება რა, პრონცკი საზოგადოებისთვის. დილის პირველ საათზე რო იღვიძებენ და რომ მიირთმევენ რა, პურზე გადაგლესილ ავოკადოს. ფრინკსის ავოკადოს არომატის ჩიფსი უნდა შემოვიტანო ვაკო საბურთალოს ხავი მაქსელურ მაღაზიებში რა. მაგუთი ვიშოვო ცოტა. პრონცკი ხალხისგან. ცუდი არა, გემრიელია, მაგრამ ამას წინა ჯობდა. გემოები გავანეიტრალე. თქვენ კიდე გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, რომელი ჩიფსია თქვენთვის საუკეთესო და რისი ნახვა გინდათ მომავალ ვიდეოში. ეს ჩემი ჯვარცმა უბრალოდ უნდა მოვიშორო რა ხან ვიყიდე უნდა ვჭამო და ყველაზე გავსინჯო მოვიშორო რა. გემრიელია. აია. გემრიელია, არომატულია. ბარბეკიუს გემოს აქვს. ავქნა ეს არ მომეწონა რა. ნამდვილად გემრიელია, კარგია, მაგრამ ჩემი ფავორიტი ჯერჯერობით ისე ჰალაპენიო რჩება რა. დავყოთ. სხვათა შორის ყველა სტრაფიკოების ობიექტში აქ ჰანი მუსტარდის соуზები აქვს და არის უგემრიელესი, ყველაზე მეტად მიყვარს მე და ვიმედოვნებ რომ ჩიფსის ეგეთი ზერსკობა იქნება რა, მაგარ რომატით. ალბათ მივხვდით რომ ლუდი ჩემი საყვარელი სასმელია. სრული იმედგაცრუება, იმიტომ რომ მეტად უფრო მძაფრ გემოებს ველოდი, მეტად უფრო აი დახვეწილ გემოს ველოდი, რომ ეს თაფლი და ეს მდოგვი რაღაცნაირად ერთად შეწყმულით კარგად და ისე გემრიელად იქნებოდა და რა ვიცი, აი სადღაც ბოლოს ტრაკში იგზნობა ამის გემო რა. აშკარად ჩიფსი არ ვარგა ამ არომატით. ლობიოთი დავიწყოთ. არ ვარგა. აუ რა ცუდი გემო აქვს ჩიფსი. ესეც ცუდი გემო არსეთ ჩიფს არ ქონია. აშკარად არ ვარგა რა. არც ერთ არომატთან ერთად არაა გემრიელი და აი გათელი უბედურება. მოდი შენ გააკეთილ შობილე. ამასთან არის ყველაზე კაი, იმიტომ რომ ეს ცხარია და გემოს უკარგავს იმას, ვაფშე არაფერს გემო არ აქვს, უფრო სწორად იმ დებილ გემოს უკარგავს, რაც აქვს. კაპიკად არ ვარგა. ყელი ჩავიკოკლოზინოთ. ვინაიდან ვიდეოს აქამდე უყურებ, ჩემი თხოვნა იქნება გამოიწერო არხი, დაალაიქო ეს ვიდეო და დააკომენტარო, ეს შემიწყობს მე ხელს, რათა უფრო მეტად გამოვითარდე. მეშვიდე არომატი, ეს არის უბრალოდ ძალიან ცხარე. სალამამჩეთი გავსინჯავ. მინდა შევეხო ილია თოფურიას ჩხუბს, სადაც ჩვენმა ნადირმა ძალიან მაგარი გულია ჩვენა, ძალიან მაგარი ჩხუბი დადო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ილიასთვის ეს ცირედი მარცხი იქნება უდიდესი პლაცდარმი, რათა იმ დიდების დარბაზში შევიდეს პირველ რიგში და ყველა საჩვენოს რა დონეა და რა შეუძლიათ ქართველებს რა. და იქამდე კიდე ჩვენი ალექსანდრე მოაყომარებს იქ რაღაცებს. ცხარეზე მეტად მჟავე უფროა ეს დედანატირები. არ ვიცი. აი ლობიოსთან ერთად გავსინჯავ მე და ვნახოთ. დედანატირები ამას ცოტა კონდარი დაამატე, ცოტა რაღაცა შეანელე და მართლა კაი ლობიო იქნება. დებილობა соуზები მოვშოროთ პირველ რიგში. ამას ვაფშე ხალხი რატო ყიდულობს ჩემი რა საიზრობა. ფრანგების ნაკები. ხაფის წუყის გვესეთ საზღარი გემოთია. არ მინდა მოხელებია მეწევია. მადლობა. მე ისევ ეს მამა პაპურ ბრინჯის სუპს შევჭამ. ჟავეგია, მაგრამ წარეწყოფილა.
გადავიდეთ დღეისთვის ბოლო არომატზე. ეს არის ღორის ბარბეკიუ კაროლინურად, კაროლინის შტატი. სხვათა შორის 1-2 სიტყვით მოდი ფეხბურთსაც შევეხოთ. მსოფლიო ჩემპიონატია ბოლო-ბოლო, მით უმეტეს მექსიკა, ამერიკა, კანადაში. და კატასტროფული ფასები ღირს ამერიკაში. რამდენიმე საიტზე შემომაწმე ბილეთების ყიდვა და რა ვიცი, მე თირკმლის გაყიდვას არ ვაპირებ და მაგის დედაც მოვთხარ. თუ რამე ისეც კარგად უყურებ ფეხბურთს. ყველაზე ცუდა რომაც მივაგენით ხალხო ამასობაში. სრული საზრობა. ჰანი მუსტარდი ხო ძალიან საზრობა იყო. ეს კიდე უარესია. ეს თავმოყარი მუსლიმის უარ შეჭამს ამას. სხვათა შორის სოფლიო ჩემპიონატს თუ ავიღებთ, მე შედარებით ესე მშვიდად ვარ, ამიტომ რომ ძალიან მშვიდი ცხოვრება ავირჩიე ბავშვობიდან. გადავწყვიტე სოფლიოში საუკეთესო მეკარე იყო კანი იმ დროისთვის და ბალაკ კიდე საუკეთესო ნახევარმცველი. აქედან გამომდინარე ძალიან მშვიდი ცხოვრება მაქვს. მისი ერთი ჩემპიონობა უკვე, სოფლიო ჩემპიონობა უკვე ვნახე, ძალიან მშვიდად ვარ წელსაც და მინიმუმ ვიცი რომ ნახევარ ფინალში გავა. მინიმუმ. აქვე ადვილი გამოსაცნობია. რა თქმა უნდა, საკლუბო ფეხბურთში ძალიან იოლი ცხოვრება მაქვს. ბაიერს შემატკივრობ. ეს მარტივად რა. ყველაფერი იოლი და მუქთა მიყვარს. ეს არის რული მარაზმი და წყალში გადაყარელი 2 და 27. კაპიკათ არ ვარგა. კაპიკია ბიზი შენი ფასი. მადლობა ვიდეოს თუ აქამდე უყურე. დაალაიქე ეს ვიდეო, დააკომენტარე, დატოვე შენი აზრი რომელია საუკეთესო ჩიპსი და რის ნახვას ისრულებდი მომავალ ვიდეოში და ასევე გამოიწერე არხი. მომავალში ხვედრამდე.